ეს პრაქტიკულად სრულდება ქართული ოცნების შეხვედრები ამ მრჩევლებთან. შეიძლება ითქვას, რომ მთელი რაიონი ფეხდაფეხ მოიარა ჩვენმა დეპუტატების კანდიდატებმა და აქტივმა. შეხვედრა იყო ასობით, ათასობით ადამიანთან და შეიძლება ითქვას, რომ დღეს გავაკეთოთ განცხადება, რომ ქობულეთი მზად არის თავის ქვეყანას ისეულად ჩააბაროს პატაკი და გამარჯვების შესახები უკვე შეიძლება ქობულეთიდან და მე ვფიქრობ, რომ ამას პირველში ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის მზაობა, რომელისთვისაც მზად არის მთელი ქობულეთი. 1 ოქტომბერს დარწმუნებული იყოს ყველა. ქართული ოცნება კი არა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. მოგეხსენებათ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემოვიარე თითქმის მთელი ქობულეთი. გავდიოდით სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ და წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა. დღეს ჩავთვალე, რომ შევხედროდი ქობულეთის მოსახლეობას ცალკე განსაკუთრებულად და დავასრულეთ საარჩევნო კამპანია. ძალიან მაყოფილი ვარ, მაქვს ძალიან კარგი მოლოდინები, ხალხი მზადაა არჩევანის გაკეთებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს საქართველოს მომავალ, ჩვენი ქვეყნის მომავალ, სამართლიანობა, სიკეთეს, სამშობლო სიყვარულს. ქობულეთის საზოგადოებრიობა მოაწყო შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატებთან, ქალბატონ ფატი ხალვაშთან, ბატონ აზოთ ხილაიშვილთან. ფაქტიურად შეჯამდა წინა საარჩევნო პერიოდში გაწეული მუშაობა, დაისახა ის მიზნები, რაც არჩევნების დღეს უნდა იყოს. გარდა ამისა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეთ აქტივობისკენ, კიდევ ერთხელ ერთად გავაცნობიერეთ ის დიდი მნიშვნელობა, რაც აქვს ამ არჩევნებს. მე მინდა მოუწოდო ყველას, დავუდგეთ ერთად და სწორი არჩევანი გავაკეთოთ 1 ოქტომბრისთვის, ჩვენი მომავლისათვის, ჩვენი ნათელისათვის და ჩვენი დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნისათვის. Thank you.